როცა გიყვარს, როცა ბედნიერი ხარ. მუსიკა, რომელიც გულს ესმის. რადიო ჩვენებურ. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე კასპერსკი გააქტიური მომავალი ძვირფას რადიო მსმენელებო, უსმენთ ჩვენებს, რა თქმა უნდა, ეთერში, უკვე პირდაპირ ეთერში ვართ, ეს არის გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი, გადაცემა, რომელიც ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გთავაზობთ სიახლეებს ბიზნესის სამყაროდან, ქართულ ბიზნესს გულისხმობთ, რა თქმა უნდა, და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღესაც კიდევ ერთ საინტერესო პროდუქტს, საინტერესო თემას და აქტუალურს სხვათა შორის, როგორც ყოველთვის. პირველ რიგში მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ და შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემა დაახლოებით 1 საათს გასტანს და ბევრ საინტერესო რამეს მოისმენთ ქართულ ბიზნესთან დაკავშირებით და კონკრეტულად მინდა უკვე წარვადგინო ჩვენი სტუმარი, ეს არის კომპანია Alien Green-ის და ბრენდული სახელწოდება გახლავთ ბრენდის მოსტატი დამფუძნებელი მარკეტინგის ხელმძღვანელი ქალბატონი თათა კოზმავა, რომელსაც მივესალმებ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ქალბატონ თათა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენ ესე პირბადეებით შევხვდით ერთმანეთს და თქვენც იგივეს მოგიწოდეთ, დაიცვათ დისტანცია, გამოიყენოთ პირბადე, ვინაიდან მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ რთულია, საკმაოდ მძიმე და იმედი გვაქვს, რომ მოახლოეს მომავალში ჩვენ ამ ყველაფერს გადავლახავთ და ჩავდგებით ნორმალურ ფორმაში. მანამდე კი ჩვენ ვისაუბრებთ თავად ბიზნესზე და იმაზე თუ რა მდგომარეობაშია ის პანდემიის დროს. თუმცა მოდით დავიწყოთ თავიდან. ქალბატონ თათა, ეს არის საკმაოდ საინტერესო პროდუქტი, ის სტუდიაში არის წარმოდგენილი, არის ქართული პროდუქტი, შეიძლება ასე ითქვას. არის ერთგვარი სტარტაპი, 2017 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და მარტივად რომ აუხსნათ სვენელს, ეს არის ჭკვიანი მოწყობილობა გათბობის მართვისთვის. ანუ საუბარია ქვაბებზე, გათბობის ქვაბებზე, სადაც თქვენ ამონტაჟებთ ამ მოწყობილობას, მე ახლა მარტივად ავხსნე, შემდეგ ქალბატონ თათას ვთხოვ უფრო დეტალურად გავიაროთ ეს პროცესი. ვამონტაჟებთ კონკრეტულ მოწყობილობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ტემპერატურა, ვაკონტროლოთ ხარჯი და რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური გავხადოთ გათბობის ქვაბის გამოყენება ჩვენს საყოფაცხოვრებო თუ ბიზნეს სფეროში. ქალბატონ თათა, საიდან მოვიდა პირველ რიგში იდეა და მე ვიცი რომ კონკურენცია საერთაშორისო ბაზარზე არის საკმაოდ დიდი. როგორ გარისკეთ, ესე ვთქვათ, ამ კონკურენციაში შესვლა და მსოფლიო ბრენდებთან ჭიდაობა, აი თავდაპირველად როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ ქართული წარმოების რეგულატორი, თუ შეიძლება ასე დავარქვათ მას, შეგვექმნა? თავდაპირველად ამას არ უყურებდით, სიმართლე რომ გითხრათ, როგორც ბიზნესს. ანუ უბრალოდ განვიხილავდით ვიწრო წრეში, როგორც მეგობრები ვართ ბავშვობიდან მოყოლებული და განვიხილავდით, რავი, ალბათ ყველა განიხილავს ზამთრის პერიოდში, რამდენი მოდის გადასახადი საოფისე ფარჩი, სახლში, რამდენი კვადრატულია, რატომ ამდენი და უბრალოდ დაგვაინტერესა თუ არის რამე, იმიტომ რომ ხო ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ტექნოლოგიები ვითარდება. და დავიწყეთ მოძიება ინფორმაციის, თუ არის რაიმე მოწყობილობა, რაც შეძლებს რომ გაგვიკეთოს გარკვეული შეღავათი. ვიპოვეთ, რა თქმა უნდა, სოფლიო ბაზარზე არის არაერთი გადასარევი თერმოსტატი, მაგრამ წავეწყდით შემდეგ რაღაც პატარა ნიუანსებს, როგორიც იყო მაგალითად, ფასი. სამწუხაროდ საქართველოში არ არის მხარდაჭერა ამ კომპანიების, რეალურად რომც დააყენოთ გათბობის ქვაბზე და რამე კითხვა გაგიჩნდეთ, ან რაღაც ხარვეზი იყოს, ვერავის ვერ დაუკავშირდებთ customer support-ი, რასაც ეწოდება. შემდგომი მომსახურება. კი ბატონო, არ გააჩნია საქართველოს და იყო კიდე ესეთი ნიუანსები, რომ გამოწერა, ყიდვა, ტრანსპორტირება, გამბაჟება და უკვე ადის ცოტა სხვა გარკვეულ თანხებთან
მიდის ეს ყველაფერი და გქონდა ამის რესურსი, ანუ ჩვენი კომპანია, რომელიც მოსტატს უკან დგას, უკვე 15 წელიწადზე მეტია software development-ის კუთხით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და Alien Green School-ის, ხო? არა, PicTech არის ეს კომპანია და ჩვენი დამკვეთები არიან ძირითადად უფრო უცხოური კომპანიები, სოფლიო ბანკიც მათ შორის და არაერთი სხვა ორგანიზაცია ესეთი ცნობილი. და გქონდა ამის რესურსი, რომ კუსტარულად რაღაც ჩვენთვის დაგვემზადებინა გამოსავალი. დავამზადეთ და დაახლოებით თვე ნახევარში ვნახეთ ის, რომ 27%-ის შეღავათი მივიღეთ. მე როგორც ხდება ხოლმე, ხო, იქ რაღაც ვიღაც ახლობელი გაიგებს, გეუბნება რომ აი ასეთი რამე რო იყიდებოდეს. 27% რისგან განსხვავებით. იმას წინა წლის იგივე თვესთან შედარებით. და შევხედეთ ამ ყველაფერს უკვე როგორც რაღაც ბიზნესს, იმიტომ რომ რაღაცა შეგვეძლო, ასე ვთქვათ, გქონდა ამის რესურსი. რა დრო წაიღო აი ამ წინა მოსამზადებელმა და დაკვირვების პერიოდმა? დაახლოებით წელიწადი, იმიტომ რომ ერთია რომ ჯერ პროტოტიპი უნდა შექმნა, მერე ტესტის ძალიან დიდი პერიოდი, იქ სოფტი რომ დაიწეროს, ანუ რაც არის თვითონ უზრუნველყოფა ტექნიკური. მოვიგეთ გრანტი 5000 ლარიანი. იდეა შეიკრა და უკვე კონკრეტული საჭიროებს კონკრეტულ თანხას. რა თქმა უნდა. მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ხდება იდეიდან მერე საქმეზე გადასვლა. კი ბატონო, პირველ რიგში რა თქმა უნდა გავაკეთეთ ბაზრის ანალიზი, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთია ჩვენ რა მოგწოს და ჩვენ სამეგობრო წრეს და მეორეა რეალურად თუ არის ამის საჭიროება და მინდა გითხრათ, რომ რაღაც მომენტში დროს გავუსწარით, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარზე იმ მომენტში უნდა ხალხს რაღაც, მაგრამ ეს რაღაც რა იყო, ან როგორ უნდა გამოეყენებინა და თუ არსებობდა არ იცოდნენ. ქალბატონ თათა გაწყვეტინებთ, მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართული ბიზნესის დიდი ავადმყოფობაა, თუ შეიძლება ითქვას ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ კვლევის გარეშე ვიწყებთ რაღაც სტარტაპებს და შემდეგ ბრაზობთ იმაზე, რომ საქართველოში ბიზნესი არ გამოდის. ყველა ბიზნესს სჭირდება შესწავლა ბაზრის და ამ შემთხვევაში თქვენ სწორად მოიქეცით და ესე ვთქვათ, რა გვაჩვენა შესწავლამ. შესწავლამ გვაჩვენა ის, რომ რეალურად ხალხს უნდა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, უბრალოდ არ აქვს საჭირო არც ინფორმაცია, თუ აქვთ ინფორმაცია, ზუსტად იგივე პრობლემას აწყდებიან, რომ ტრანსპორტირება, გამბაჟება საკმაოდ სხვა თანხებთან, სხვა თანხებზეა საუბარი და პლუს ამას იმის შიში მაინც, როდესაც 2007 წელზეა საუბარი, როდესაც საქართველოს მომხმარებელს გამოწერა ამ ხელა თანხის გადახდა ცოტა უჭირდა. და პლუს ამას ის რომ ხვალ რომ რამე გაფუჭდეს და ეს გათბობის ქვაბის არ არის იაფიანი ხომ ვერავინ ვერ დაეხმარება იმაში რომ რაღაცა გამოასწოროს რაღაც პატარა ხარვეზი იქნება თუ რა იქნება და ეს ძალიან აშინებდათ და ვერ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ამიტომ მოვერგეთ ქართულ მომხმარებელს რეალურად ის რომ ჯერ ერთი ინსტალაცია უნდა ყოფილიყო მარტივი, იმიტომ რომ შედარება გავაკეთეთ უცხოურ ბაზარზე არსებული გათბობის ქვაბების ეს თერმოსტატების ინსტალაცია ცოტა სხვა პრინციპით არის ჩვენისგან განსხვავებით და თავიდან ბოლომდე გვინდოდა მოვრგებოდით მომხმარებელს ამ კვლევის ინფორმაციის დაფუძნებით შევქმენით, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დაგვჭირდა რაღაც პატარა თანხის მოძიება იმისთვის რომ უკვე პროტოტიპირებაზეც გადავსულიყო. რამდენია ეს პატარა თანხა? ნუ იმის გარდა რაც ჩვენი რესურსი გამოვიყენეთ, გრანტი მოვიგეთ საქართველოს ტექნოპარკის 5000 ლარიანი და პროტოტიპი მაგით შეიქმნა. მე უკვე დავიწყეთ საკმაოდ ხანგრძლივი სატესტო პერიოდი იმისთვის რომ რეალურად გვენახა სხვადასხვა გათბობის ქვაბზე რა ხარვეზი იყო, რა აპლიკაციის კუთხით რისი ჩამატება იყო საჭირო, რა უნდა ყოფილიყო პირველ პლანზე, ასე ვთქვათ, აპლიკაციაში და ასე შემდეგ. იცით, ესეთი კითხვა ჩდება, ნუ გასაგებია რომ პირველი ესე ვთქვათ პროტოტიპის შექმენით და სერიული წარმოებისთვის და უკვე დიდ მასშტაბებზე გასასვლელად რამდენად რთული იყო აი კონკრეტული დაფინანსების მოპოვება და ინვესტორის პოვნა. იცით რა არის ინვესტორის პოვნა, ხო, მარტივი არ არის, როდესაც ქართული სტარტაპი ხარ, მაგრამ როდესაც იწყებ ამდაგვარ ასე ვთქვათ ამბიციურ წარმოებას
ამისთვის უნდა იყო მზად და პირველი ჩემი აზრით შეცდომა, რასაც უშვებენ სტარტაპები არის, როდესაც მე მესმის ძალიან რთულია ცივად შეხედო პროდუქტს. არ უნდა გიყვარდეს ეს რაღაც როგორც შენი შვილი, ასე ვთქვათ, და უნდა რეალურად ნახო რისი შესაძლებლობა გააჩნია ამ სტარტაპს. ცივი გონებით. კი ბატონო, ჩვენთანაც იყო ესეთი მომენტები, მე უფრო ვინარჩუნებდი ჩვენს გუნდში ცივ გონებას, იმიტომ რომ გიყვარს პროდუქტი ნოლიდან ქმნი იდეიდან, რა თქმა უნდა გიყვარდება როგორც პატარა ბავშვი, მაგრამ ის მოლოდინი არ უნდა კონდეს, რომ შენ როდესაც ხვალ დაიწყებ გაყიდვებს, მოგასკდება 100,000-ობით ადამიანი და ყველა მიცის, რომ ეს ჭირდება. არა, აი მერე იწყება კიდე ცალკე ყველაზე რთული მომენტი იმისი, რომ უნდა აუხსნა, რას ყიდი, რატომ სჭირდება. და მაგაში მე მაგალითად ვაღიარებ, რომ დაუშვი ძალიან დიდი შეცდომა კომუნიკაციაში, რატომღაც აი ამ კვლევებში გამოგრჩა ის მომენტი, რომ თერმოსტატი იციან რეალურად რას აკეთებს. და კომუნიკაციის პირველი ერთი თვე იყო თავიდან ბოლომდე ჩემი კრახი, პირდაპირ ვაღიარებ, ხსნიდით, რომ გვაქვს თერმოსტატი. მაგრამ არ იცოდნენ რა არის. არიცოდნენ რა არის თერმოსტატი და ნუ ეს იყო ძალიან კარგი, რატომ შეცდომა. ავტომობილისტებმა მოდი შევთანხმდეთ რომ ვიცით, მაგრამ ჩვეულებრივმა მომხმარებელ დიასახლისებს შეიძლება არ ქონდეთ ეს. კი ბატონო, თუმცა მამაკაცებსაც უჭირდათ ამ თერმოსტატის გაგება მაინც რაღაც დოზით, როგორ და რანაირად მუშაობს, მაგრამ კარგია ეს შეცდომების გარეშე არაფერი არ ხდება, ყველა შეცდომა არის თავარი დროულად დაინახო, გამოასწორო და გამოიყენო. ამიტომაც შევცვალეთ მიდგომა და თერმოსტატს აღარც ვახსენებთ. ფაქტიურად პირველი შეიძლება ასე ითქვას მსგავსი პროდუქტია და მე გამომრჩა ვებგვერდის დასახელება, იმიტომ რომ აქ ყველაფერს ვერ ვისაუბრებთ გამომდებლობიდან გამომდინარე. დეტალები შეგიძლიათ ძვირფასო რადიო მსმენელებო ნახოთ ვებგვერდზე mostat.g. აქ სრული ინფორმაცია, ასევე Facebook-ზე mostat.i შეგიძლიათ აი ესე იპოვოთ და აუცილებლად უნდა ვკითხო ქალბატონთათას, როცა თქვენ აი რახან დავიწყეთ ესე ვთქვათ ნოლიდან და უკვე მივედით იმ დასკვნამდე რომ საზოგადოებრივ რთულია ჩამოტანა, შემდეგ ჩნდებიან კონკურენტები, რომლებიც დღეს საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ბაზარზე. მოდი შევაფასოთ კონკურენტული გარემო, რამდენად რთულია თქვენთვის ამ კონკურენციაში ბაზარზე, რა ვიცი, ლიდერის პოზიცია გიჭირავთ თუ არა, თქვენი შეფასება როგორია და კვლევები როგორ გვიჩვენებს? რეალურად ამ ეტაპზე კი გვიჭირავს ლიდერის პოზიცია და გეტყვით რატომ ჩვენ გვაქვს ერთი ეს ძირითადი პროდუქტი და ყველაფერს ვაკეთებთ, მთელი კომუნიკაცია არის აგებული და პლუს ამას ეს ჩვენი პროდუქტია და ჩვენ ვიცნობთ მას ზედმიწევნით. ცოტა მეუხერხულება ახლა ამის ესე თქვა. აქ არის აწყობილი საქართველოში და პროგრამული უზრუნველყოფაც აქ არის შექმნილი. კი ბატონო, არ არსებობს უხერხული კითხვა, აი ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა გაუშვეს მომხმარებელს, ჩვენ ვცემთ პასუხს. როდესაც ჩამოგაქვს პროდუქცია, იქ რა თქმა უნდა არის რაღაც ნიუანსები, რომელიც თუ არ გაქვს ეს აპრობირებული, შენ თუ არ იცი, შენთან თუ არ გამოგიყენებია, რთულია მაგის გაყიდვა. რეალურად ამ ხრივ უპირატესობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ბაზარზე და პლუს ამას ინსტალაციის კუთხით და არის რაღაც სხვადასხვა ბენეფიტები, რომელიც მომსახურების ბენეფიტები. კი ბატონო, როგორც 24 საათიანი მომსახურება გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ და ჩვენ გავუწევთ მომსახურებას. აუცილებლად უნდა გკითხოთ რა ღირს, იმიტომ რომ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა მომხმარებლის პოზიციიდან. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ენერგოეფექტურობაზე და ეკონომიაზე. და ყველამ კარგად ვიცით რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიაზე, იგივე ავტომობილის მაგალითზე რომ ავიღოთ, ჰიბრიდული ავტომობილი უფრო ძვირი ღირს, სწორედ ასე ალბათ აქ რაღაც ძაღლის თავი ხომ არ არის დამარხული. ამიტომ გეკითხებით ფასს. 359 ლარი ღირს ამ ეტაპზე პირველივე დღიდან ეს ფასი იყო. ამაში შედის მონტაჟიც თუ ცალკე სერვისი? არა, მონტაჟის მომსახურება სხვადასხვა შემდგომ დავამატეთ. ზოგადად თერმოსტატი თვითონ მომხმარებელს შეუძლია დააყენოს. მაგრამ კი ბატონო 15-20 წუთი ჭირდება, იმიტომ რომ არ საჭიროებს ადენების გაყვანას, საკმაოდ მარტივი ინსტალაცია აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე მომხმარებელს გაუჩნდათ ამ სერვისის მოთხოვნილება, ჩვენ ესეც დავნერგეთ. კი ბატონო, მაინც არის ადამიანი, რომელიც ფრთხილობს და ჩვენ ესეც დავნერგეთ, რომ შევთავაზეთ ინსტალაციის მომსახურებაც. თუმცა ამ თანხაში შედის სრული პაკეტი, რითაც შეიძლება აღჭურვილობა, ესე ვთქვათ, რითაც იმუშავებს სრულად. ასევე აპლიკაცია, რომელიც საჭიროა Android-ისთვის ან iOS-ისთვის. ნებისმიერი გაჯეტიდან იმართება, ეს არ აქვს მნიშვნელობა iOS-ი იქნება თუ Android-ი. ნებისმიერი გაჯეტიდან შეგიძლიათ მართოთ. ძალიან საინტერესო პროდუქტია. სიმართლე გითხრათ, ქალბატონთათა თქვენი მოწვევის მიზეზი დღეს სწორედ ეს არის, ის რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ინოვაციური პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს საერთაშორისო პროდუქტებს. და მეორე ის რომ ახლა ზამთარია, ძალიან ცივა
უკვე ტემპერატურა უფრო და უფრო ეცემა და ჩვენ დგავართ იმ რისკის წინაშე, რომ ან გადასახადი მოგვივა მეტი, ან ქვაბი გადაგვიხურდება ზედმეტი მუშაობით და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სწორედ მოსტატზე, ეს არის ქართული პროდუქტი, რომელიც რა თქმა უნდა მისი აწყობა ხდება საქართველოში, მისი პროგრამული უზრუნველყოფა დაწერილია და იმართება ქართველების მიერ და საქართველოში და რაღაც კონკრეტული დეტალები ჩამოდის კონკრეტული ქვეყნებიდან. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. აუცილებლად მინდა რომ სანამ პროდუქტზე ასე ვთქვათ ისტორიაზე ვსაუბრობთ, მე მინდა მსვენელებს კადრში ვაჩვენო უბრალოდ და ვინც ახლა ვერ გვისმენს, უბრალოდ ვერ გვიყურებს, შემდეგ იხილოს ეს ვიზუალიზაცია, იმიტომ რომ რადიოთი რთულია ამის გადმოცემა, აი ესე საინტერესო შეფუთვა აქვს ამ ყველაფერს და ძალიან ესეთ ძალიან გლამურულად გამოიყურება სადად და ამავდროულად მოდურად და რეალურად მე ახლა ვეცდები განახოთ ეს მოწყობილობა შიგ თავსით და იმედი მაქვს რომ მიხვდებით რაზეა საუბარი. ყველაფერი არის აწყობილი მარტივად, მართლაც რომ ეს მანუალი ესე ვთქვათ, დეტალური დაწერილი ყველაფერი შიგნით. აი ეს არის როგორც მე მივხვდი თერმოსტატი. ოთახის სენსორი, რომელიც ტემპერატურას ზომავს და ხედავთ როგორი მოწყობილობა, ესე ჩამოეკიდება და მიეწებება კედელს და ჩვეულებრივ შეგიძლიათ. შემდეგ არის მოწყობილობა, რომელიც თავად ქვაბში უნდა დავაინსტალიროთ, როგორც მე მივხვდი, ეს არის აი ესეთი პლატა, ეგრეთ წოდებული, რომელზეც არის დასაერთებელი კონექტორი, სადაც ალბათ ეს Wi-Fi მოწყობილობა უნდა დავაერთოთ და შემდეგ კავშირზე გავიდეს უშუალოდ ერთმანეთთან ტელეფონი, თერმოსტატი, უბრალოდ ტემპერატურის საზომი და ეს მოწყობილობა. აქ არის შემადგენელი დანარჩენი ნაწილები, კაბელები, დეტალები, რომელიც და რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგად ცნობილი მოწყობილობა, ანტენა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირგაბმულობას. სულ ეს არის, მეგობრებო, ძალიან მარტივი, ძალიან სადა და ლამაზი მოწყობილობა. 349 ლარი ღირს ეს ყველაფერი და მოდით ახლა პირდაპირ დავსვამ კითხვას, რომელიც ალბათ მომხმარებელს უჩნდება. რა კონკრეტულად რა შეღავათი გვაქვს ამის დამონტაჟების შემდეგ და რამდენად გარანტირებულია ეს შეღავათი? ხომ არ არის რაღაც მარკეტინგული ხრიკი აქ ჩადებული? თქვენ მარკეტოლოგი ბრძანდებით, ამიტომ გეკითხებით ამ ყველაფერს. მინიმუმ 16% საცხოვრებელ ფარჩი და მაქსიმუმს ჩვენ მაინც კომუნიკაციაში ვიყენებთ 39%, თუმცა უკეთესი შედეგებიც აქვს მომხმარებელს. ეს ცოტა ინდივიდუალური არის, გააჩნია რა მხოლოდ ფართია, რომ 19 წერია კიდეც პირდაპირ, იმიტომ რომ რეალური ეს არის როგორც ჩანს. კი ბატონო. იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, როგორი თქო იზოლაცია სახლში, ვისთვის როგორი ტემპერატურაა კომფორტული, ინდივიდუალური არის, მაგრამ კარგი ის არის, რომ თქვენ როგორც მომხმარებელს შეგიძლიათ დეტალურად, საათობრივად გაუწეროთ გათბობას მუშაობის განრიგი, რომელ საათზე რა ტემპერატურა იყოს, როდის ჩართოს, როდის გამორთოს და ამ ყველაფერს რაც თავარია ხედავთ აპლიკაციაში სტატისტიკის განყოფილებაში. გასულ 24 საათში რამდენხანს იყო ჩართული ქვაბი, როდის რომელ საათზე იყო ყველაზე მაღალი ტემპერატურა, ყველაზე დაბალი ტემპერატურა და ფიზიკურად ვერ მოტყუდებით, ან მარკეტინგულ ხრიკს პასუხობ. იმიტომ როდესაც ხედავთ რომ 24 საათში მაგალითად 7 საათი იყო სულ ჩართული ქვაბი, რეალურად ხვდებით რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება თვის ბოლოს უკვე მიღებულ გადასახადის ქვითარს. ესე იგი, მე თუ სწორად მივხვდი და მსმენელიც, საუბარია რომ ჩვენ გავწეროთ ჩვენი გასვლა-შემოსვლის განრიგი სახლში და ეს ჩვენი smart მოწყობილობა თავისი აპლიკაციით ავტომატურად იმ დროს, როცა ჩვენ გვსურს ჩაერთვება და იმ დროს გამოერთვება და არ არის ყოველჯერზე საჭირო შესვლა აპლიკაციაში და ამის ესე ვთქვათ კონტროლი. ამავდროულად აპლიკაცია ჩვენ დავტესტეთ ჩვენი სტუდიიდან თქვენ შეძელით თქვენი სახლის ჩართვა, ხო? ანუ არ არის სავალდებულო ერთ Wi-Fi რაუტერზე იყოს ეს ყველაფერი დასმული, უბრალოდ ინტერნეტთან კონტაქტია საჭირო. რა ხდება, როცა ინტერნეტი გვეთიშება? ხომ არა ვარ ძალიან დამოკიდებული ინტერნეტზე? იცი რა, მაგ შემთხვევაში თქვენ მოგდით შეტყობინება აპლიკაციაში, რომ არის კავშირის ხაზზე. სამწუხაროდ აქ ვარ სტაბილურად საქართველოს ჯერჯერობით.
კი ბატონო და ამიტომაც ფოტოშოპის ეს ერთ-ერთი შემდგომ უკვე დამატებული ფუნქცია არის თავიდან არ იყო თავდაპირველ ვერსიაში აპლიკაცია როდესაც ხედავს კავშირის ხარვეს გადართავს გათბობის ქვაბს ავარიულ რეჟიმში რაც იმას გულისხმობს რომ გათბობა იქნება ჩართული ანუ ეს იმიტომ რომ დისკომფორტი არ შეექმნას არ გაითიშება სანამ კავშირი არ დაბრუნდება და აი კავშირის დაბრუნების შემდეგ ისევ იმ განრიგს დაუბრუნდება, რომელიც იყო თქვენს მიერ მანამდე შედგენილი. და რისკი იმისა, რომ დაუშვათ ზედმეტი გადახურება მოხდეს ქვაბის ამ გათიშვის შედეგად არ არსებობს. კი ბატონო, დარჩება ისეთ, როგორც იყო მითითებული თავდაპირველ ვერსიაში. ძალიან საინტერესო. რაც შეეხება თვითონ ესე ვთქვათ თქვენი ისტორიიდან ყველაზე წარმატებული წელი თუ შეიძლება ქალბატონ თათარო გამოყოთ აი გაყიდვების მხრივ პოპულარობის მხრივ რომელი წელი იყო 2023-მდე რომ ამოვწუროთ ეს ისტორია ყველაზე გამორჩეული იცით რა არის ასე თუ ისე შარშანდელი და წლევანდელი დიდად არ განსხვავდება მე ვერ ვიტყვი მაგრამ შეიცვალა თვითონ მომხმარებელი და რას გულისხმობ, იმიტომ რომ შარშან მაგალითად გაყიდვები იყო მაღალი ნოემბერ-დეკემბერში და მანამდე ესე მკვდარ სეზონს, რასაც ვეძახთ იყო ზაფხული, აი მაქსიმუმ 1-2 ზარი თუ შემოდიოდა, წელს ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჯერ ერთი უფრო გაიაზრა ხალხმა ეთყობა ეს რაღაც რაც დავთესეთ ის მოვიმკეთ, ანუ ამდენი კომუნიკაცია პლუს ამას უკვე შარშანდელი მომხმარებლები ვინც კმაყოფილებიან, რა თქმა უნდა უზიარებენ ამ თავის კმაყოფილებას თავის მეგობრებს. წელს უკვე დაიწყო ხალხმა წინასწარ დარეკვა. მაგალითად აკეთებენ რემონტს. რაიმე სადენების გაყვანა ხომ არ არის წინასწარ საჭირო. რა გავითვალისწინოთ? კი ბატონო და ძალიან ბევრმა ზაფხულში შეიძინა ისე რომ ჩვენ მაგალითად ამ ზაფხულს აგვისტოში ამოგვეწურა პირველი რაღაც მარაგი ამოგვეწურა ზაფხულში და მერე გარკვეული რაოდენობა ისევ მივიღეთ. ანუ სექტემბერში რეალურად სექტემბრის ბოლოს იყო მარაგი ამოწურული. თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ეს პროდუქტი არის სეზონური და რაღაც ჩავარდნები აქვს ზაფხულის პერიოდში და ალბათ გაზაფხულზეც. კი ბატონო, აი ჩვენ ზუსტად იგივე პრინციპით უყურებთ და წლევანდელმა წელმა გვაჩვენა რომ ეს ესე არ არის საბედნიეროდ ალბათ ალბათ ამ ეტაპზე იანვარი იქნება ყველაზე ესეთი მშვიდი პერიოდი სავარაუდოდ როგორც წინა წლებში მაგრამ თვითონ მომხმარებელი შეიცვალა თუ მოქმედებს თქვენი მოწყობილობა წყლის ტემპერატურაზე რომელსაც ჩვენ ვიყენებთ საყოფო ცხოვრება დანიშნულებით იგივე აბაზანაში დაუშვათ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ერთ ქვაბზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ამაზე გავლენას თუ ახდენს? არა, ეს მოწყობილობა ერთდება, ანუ უსაფრთხოც რატო არის გათბობის ქვაბისთვის და გამის გარანტიას ვიძლევით, არის ის, რომ ქარხნულად ყველა გათბობის ქვაბს აქვს თერმოსტატის ადგილი. უბრალოდ გათბობის ქვაბის მწარმოებელი კომპანიები აძლევენ შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თერმოსტატი თუ არ უნდა. ჩვენ ვაერთებთ თერმოსტატს მისთვის განკუთვნილ ადგილას და რეალურად ქვაბის ფუნქციონირებაში, რასაც აი ქვაბის ტვინს, რასაც ვეძახით, მან არ ვერევით და შესაბამისად ვერაფერს ვერ დააზიანებს მოწყობილობას. შესაბამისად, თერმოსტატის განრიგის არა აქვს მნიშვნელობა, რა განრიგი გაქვთ გაკეთებული, ონკანში ცხელი წყალი ყოველთვის იქნება ჩვეულებრივად როგორც უნდა იყოს. ძალიან საინტერესო ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მეგობრებო რამდენიმე წუთში სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ ვთქვათ შეეხო პანდემიის პერიოდი ამ სფეროს, გათბობის სფეროს, აი ამ კონკრეტულ პროდუქტს და ამ კონკრეტულ ბიზნესს. ასე რომ დაგველოდეთ ყველაფერი საინტერესო ისევ წინ არის. რეკლამა ეკოვუჩი საახალწლო გაყიდვები დაიწყო. ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე. გთავაზობთ პოლონური წარმოების, ალტაქსის ხის დასამუშავებელ ლაქს, ზეთს და საღებავს. ასევე ხის ანტისეპტიკს, ხის ჭიის და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარს. შეძენილი პროდუქციის გატანას შეძლებთ საწყობიდან ან მოგაწვით სასურველ მისამართზე. დაგვიკავშირდით 571 20 40 40. ეწვიეთ ვებგვერდს ecovud.gi ან მოგძებნეთ Facebook-ზე. ecovud ხის მასალების და ლაქს-აღებავების ნომერ პირველი იმპორტიორი საქართველოში. ხალიჩების სამრეცხაო ლიდერი გთავაზობთ. ხალიჩების, ფარდაგების, საბნების რეცხვას და ქიმწმენდას თანამედროვე ექსკლუზიური დანადგარებით, ადგილზე მომსახურებით და უფასო ტრანსპორტირებით. დაგვიკავშირდით 558 29 77 07 558 29 50 20. მისამართი: ორხევის დასახლება, მერაბ კოსტავას პირველი. ხალიჩების სამრეცხაო ლიდერი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება სახლიდან გაუსვლელად თქვენი კომფორტისთვის. არნახული ჯეკპოტი ქართული გემბლინგის ისტორიაში.
კრისტალბეტზე იჯიფის ჯეკპოტმა 8,800,000 ლარს გადააჭარბა. დაიჭირე იღბლიანი სპინი და აიწყე ცხოვრება ერთ წამში. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. ვაგრძელებთ მეგობრებო, ეს არის მომავალი თაობის ბიზნესი. მე შეგახსენებთ ამ გადაცემის სპონსორია კომპანია კასპერსკი, რომელიც დაარსდა 1997 წელს და კიბერსიფრთხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია კასპერსკის ტექნოლოგიები დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ემსახურება 270,000 კორპორატიულ კლიენტს და მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. სწორედ კომპანია კასპერსკი დააწესებს ესე ვთქვათ მცირე პრიზს, რომელიც გათამაშდება თემატურს ჩვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით. ჩვენ კი ამჯერად დავუბრუნდებით ჩვენ სტუმარს. დღეს გვესტუმრა კომპანია Alien Green და ბრენდი მოსტატი. ერთგვარად ესე ვთქვათ ქართული know-how შეიძლება ესე ითქვას, რომელიც გთავაზობთ ჭკვიან მოწყობილობას გათბობის მართვისთვის. მისი დამფუძნებელი და მარკეტინგის ხელმძღვანელი ქალბატონი თათა კოზმავა არის დღეს ჩემი სტუმარი. ქალბატონ თათა, მოდით ვისაუბროთ იმ გამარჯვებაზეც, რომელიც არ არის ადვილი საქმე, არ არის მარტივი გზა. თქვენ თუ არ ვცდები, მოიგეთ 100,000 ლარიანი გრანტი. აი ამ სტარტაპით, რომელიც შექმნით. რა გზა უნდა გაიაროს სტარტაპერმა ამ მოგებისთვის და რა იყო გადამწყვეტი მოგების თვალსაზრისით? დიახ, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო ბანკის გრანტი 100,000 ლარიანი, რომელიც ჯიტამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად აკეთებს მსოფლიო ბანკი. პირველი რაც არის, უნდა გქონდეთ ინოვაციური იდეა. ინოვაციური იდეა უნდა იყოს. უნდა გაიაროთ პირველი განაცხადი უნდა გააკეთოთ, რომელსაც მე როგორც ვიცი საკმაოდ დიდმა რაოდენობამ შეავსო. და მე უკვე რაღაც კომისია არჩევს იმათ, რომელიც ამ სხვადასხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. შემდეგ გადადის სტარტაპის შემდეგ ეტაპზე, როდესაც მსოფლიო ბანკი და ჯიტა თვითონ ჩამოყავთ მენტორები, რომელიც ეხმარებიან სტარტაპებს თუ როგორ წარდგნენ კომისიის წინაშე, მსოფლიო ბანკის კომისიის წინაშე. არ მახსოვს უბრალოდ ერთი თუ ორი კვირიანი ტრეინინგია, რომელიც ძალიან ეხმარება სტარტაპს და ამისთვის აი ყოველთვის ვიტყვი მადლობას, იმიტომ რომ რაც არ უნდა კვალიფიციური გუნდისგან შედგებოდეს სტარტაპი, იქ არის რაღაც მომენტები, რაც არ იცი და აკეთებ პირველად და ის რომ რაღაც სწორ ჩარჩოებში მოგაქცევენ, თუნდაც ის რომ რაღაცა გაქვს შენ რაღაცა კარგი ინფორმაცია, მაგრამ არ იცი როგორ წარმოაჩინო და ღირს რომ ამ ინფორმაციის წარმოჩენა ამაში ყოველფერში გეხმარებიან და მე უკვე ხდება პიჩინგს, რასაც ეძახიან, ამ წარდგენა სტარტაპის. გარკვეულ დროში უნდა წარადგინოთ და მე კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმსახურებთ თუ არა გრანტს. თავარი ერთ-ერთი რაც არის, იმისთვის რომ გრანტი მოიპოვოთ, არ არის მხოლოდ ის რომ გქონდეთ ინოვაციური სტარტაპი, ეს კიდევ აუცილებელი არის ისეთი სტარტაპი გქონდეთ, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში დარჩება, არამედ ექნება შესაძლებლობა, რომ გავიდეს საქართველოს საზღვრებს მიღმა. ეგ არის აუცილებელი პირობა, ну ყოველ შემთხვევაში ესე იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენი შეფასებით ძირითადი გადამწყვეტი თქვენი ესე ვთქვათ დაფინანსების მიღებისა და 100,000 არ არის ესე ვთქვათ მცირე თანხა. რა იყო კომისიისთვის? იცით რა, ინოვაციურობით არ ამგონია რომ გაკურებულები ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ ეს უცხოელებისგან შედგებოდა ეს კომისია და მათთვის თერმოსტატი არ არის ეგეთი ინოვაცია, როგორც ქართველი ბაზარზე ცნობილია. კი ბატონო და უბრალოდ ალბათ ის რომ პოტენციალი დაინახეს საქართველოსთან ახლო მყოფი ქვეყნებისთვის, რომ ეს ამ პროდუქტის გატანა, როგორც ჩვენს გეგმავთ, არის შესაძლებელი და მაგალითად ის რომ ჩვენ მენტალურადაც როგორ მოვერგებით მომხმარებელს, ენა მაინც არის ბარიერი, ხო, ახლა ყველა არ ფლობს ინგლისურ ენას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში როგორც საქართველოშიც, ხო? ჩვენ ცოტა ჩვენებური სტრატეგია გქონდა ამ პროდუქტის გატანის. ალბათ ამან მიიღო რაღაც თავისი ამან მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. მაგაც მაგერად ვერ ვიტყვი ნამდვილად. კი ბატონო, მაგრამ ფაქტი თვითონ თქვენ ახლა ზედიზედ მეორე
ასე ვთქვათ, ბიზნესის წარმომადგენელი ბრძანდებით, ვინც ეს გრანტი მოიგო და მე მივესალმები. ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ზის იდეით, უბრალოდ ვერ ბედავს და არის შანსი იმისა, რომ თქვენ ეს იდეა საქმე დააქციოთ, მეგობრებო, ამიტომ ეს მაგალითიც ამას გვიჩვენებს. ქალბატონ თათა, ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ალბათ არ ვიცი, რამდენად სწორია მარკეტოლოგისთვის ამის დასმა, მაგრამ უნდა დავსვა, იმიტომ რომ ჩვენ ტექნოლოგიებთან გვაქვს ახლა შეხება და ვიყენებთ Wi-Fi-ს ამისთვის. დღეს არის ძალიან ბევრი ჩვენ თვითონ ჩვენი სპონსორიც კიბერუსაფრთხოების კომპანია. რამდენად დაცულია Wi-Fi მოწყობილობა რაღაცა შეტევებისგან, ვინმე ასე ვთქვათ ბოროტი ხუმრობით ან ტემპერატურა არ აგვიწიოს, რაღაც თქვაბი არ გადაგვიწვას და ასე შემდეგ. ანუ დაცულობა თუ არის უზრუნველყოფილი თქვენს პროდუქტში. კი ბატონო, დიახ, ამაზე უბრალოდ მე მაინც არ ვიქნები კომპეტენტური, შეიძლება რაღაც არასწორად თქვა, მაგრამ აი ნუ სერვერების კუთხეს არ არის საქართველოში, გერმანიაში გვაქვს სერვერები, მაგას თუ გულისხმობთ და კი ბატონო 100%-იანი დაცულად არის მთლიანად ადამიანის ან ჩვენი მომხმარებლის ინფორმაცია. ანუ ჩვენ დაზღვეულები ვართ, რომ მეზობელი ჰაკერი დაუშვათ ამ მოწყობილობებით ბოროტად არის არგებლებს და არ გადაგვიწევს. ამაზე ამდაგვარი შემთხვევა არ მქონია. იმედი მაქვს არც იქნება. და გარანტია აქვს 2 წელი, ესეც გავამჩა რომ მე თქვა. კარგი, მოდით ახლა ყველაზე მტკივნეულ საკითხზე უნდა ვისაუბროთ ჩვენი დიალოგისა, ეს არის 2020 კონკრეტულად კი პანდემია, რომელმაც თქვენ სფეროსაც რაღაცა კვალი დაატყო. ეს ჩვენ ვისაუბრეთ ერთგარეთ იმპორტზე და ვისაუბრეთ გაყიდვებზეც ნაწილობრივ. მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ. გავყოთ 2 ნაწილად დაუშვათ. პირველი ნახევარი 2020-ისა, როცა ჩვენ მეტნაკლებად უმტკივნეულად გადავიტანეთ ეს პანდემიის შემოტევა ქვეყანამ და შემდეგ აი დღევანდელი მოცემულობა როგორია და რა იყო მთავარი შემოფერხებელი თქვენი მუშაობისთვის პანდემიის დაწყებიდან. იცით რა არის ყველაფერს რაღაცა ორი მხარე აქვს გაჩნია ჩვენ როგორ შევხედავთ ხო როდესაც დაიწყო ეს პანდემია ჩვენ მაგალითად გავაჩერეთ ინსტალაცია ინსტალაცია იმიტომ რომ ჩვენი მემონტაჟე ხო მიდის საცხოვრებელ ბინაში კონტაქტი ხდება და ნუ პირველ რიგში უსაფრთხოება და ზრუნვა არის მთავარი ხო ეხლა ჩვენი თანამშრომელი არ უნდა დაინფიცირებულიყო ან არ ყოფილიყო გადამტანი პირი ამიტომ გავაჩერეთ ინსტალაცია და მხოლოდ ყიდით და უსაფრთხოების ზომების მიხედვით დაცვის მიხედვით მიქონდა მომხმარებელთან მოწყობილობა საკმაოდ ბევრმა თვითონ დააყენა ჩვენც ვეხმარებოდით ონლაინ რეჟიმში ცუდი მომენტი პირველი ტალღის იყო ის რომ მქონდა რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები ინვესტორთან მაგრამ ეს მოლაპარაკებები შეჩერდა იმიტომ რომ ყველას გვესმის არ ვიცოდით ხვალ რა იქნება და დღესაც არ ვიცით ხვალ რა იქნება იყო დამატებით თანხების ინვესტირებაზე კომპანიაში იმისთვის რომ რაოდენობა გაიზარდოს პროდუქტის რაოდენობა გაუმჯობესდეს პროდუქტი ხო ჩვენ გვაქვს რაღაც სამომავლო გეგმები რომელსაც ვაპირებთ მაინც არ გავჩერდით მაგრამ ჩვენც ამ ეტაპზე შევაჩერეთ მაგალითად პროდუქტი უნდა გამოგვეშვა ახალი ამ ზაფხულს მაგრამ შევაჩერეთ იმიტომ რომ რაღაც არ იყო შესაძფერისით ნუ ინვესტორთან მოლაპარაკება ვერ შედგა გარდა ამისა რეალობა როგორი დადგა გაყიდვები გასაგებია რომ მეორე ნახევარში გაგვეზარდა პირველ ნახევარში დავარდა იმიტომ რომ ძალიან დიდი შეკვეთები დავკარგეთ ამ პანდემიის რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში 10 ადამიანამდეა და რამდენად გაგირთულდათ მათი ასე ვთქვათ სამსახურში მოძრაობა ფიზიკურად თუ იყო რამე შემოფერხებელი არა მაგ მხრივ არა ჩვენ ტექნოლოგიური კომპანია ვარ და ჩვენთან როგორ არის ხო ოფისში იქნება თუ არა ადამიანი სავალდებულო არა თავარი არის საქმე რაც არის ის უნდა გაკეთდეს ასე რომ ჩვენ არც ონლაინ გაყიდვები იყო ჩვენთვის ახალი და არც თქვა დისტანციური მუშაობა. კონდათ მანამდე შესაძლებლობა ონლაინ. კი, რა თქმა უნდა, სრული სამებრი იყო, როგორც თანამშრომლის მუშაობა, გინდა სახლიდან, გინდა ჩვენ ამაში არ ვზღუდავთ ადამიანს, ეს თავარია კომფორტულად იყოს, ჩვენ ეს პრინციპი გვაქვს და ონლაინ გაყიდვებს რაც შეეხება, ჩვენ დღემდე როგორ ვართ, ონლაინ ყიდით პირველივე დღიდან და ასევე თანამშრომლობთ სხვადასხვა გათბობის მაღაზიებთან, სადაც იყიდება ჩვენი პროდუქცია, ასე რომ ჩვენ მაშინას და დღესაც გვქონდა ეს ორი გაყიდვის გზა. როგორც მაღაზია კონკრეტული ჩვენი არ გვაქვს, არა, საჭიროებას არ წარმოადგენდა. კარგი, დაუბრუნდეთ იმპორტის თემას, იმიტომ რომ თქვენთვის ეს როგორც ვატყობთ, ტკივნეული საკითხია და მაინც უნდა გასაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ეს არის მწარე გამოცდილება, რომელიც შეიძლება ბევრს ჩვენ მქონდა ამის მაგალითები ამ გადაცემაში, სხვა ბიზნესებთან მიმართებაში. თქვენ როგორ დაგაზარალათ იმპორტის საკითხმა? მიხარია მარტო რო არ ვარ. ხო, არის, მაგილოთ არ ხარ. და სხვადასხვა ბევრ სფეროში შეეხო, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით ესე ვთქვათ, შორეული კონტენტებიდან, როცა ხდება რაღაცის იმპორტირება.
გარკვეული დეტალები როგორც გითხარით, ჩამოდის პირდაპირ ვიტყვით ჩინეთიდან. კი ბატონო. და ეს ერთ დღეს მივიღეთ მეილი მომწოდებლებისგან, რომ ისინი გადაერთნენ თავიდან ბოლომდე პირბადეების და სამედიცინო მოწყობილობების წარმოებაზე და შეაჩერეს. ელექტრომოწყობილობებიდან გადაერთნენ პირბადის წარმოებას. ხო, ხედავთ, სადაც უფრო მომგებიანია, პანდემიას მოერგნენ ისინი თავისებურად. თქვენ რა, ვერ შეცვლიდით ახლა პირბადით ამ მოწყობილობას, მაშინ როგორ უნდა მოიქცეთ? ამ ეტაპზე გვაქვს ამიტომაც ახლა უკვე გარკვეული მარაგი, რომელიც წლის ბოლომდე გვეყოფა, იმედი მაქვს და გააჩნია ხო ვინ როგორ შეიცენს იმის მიხედვით ტემპიდან გამომდინარე. და უკვე გვიწევს თავიდან დავიწყოთ ლოჯისტიკის მხრივ მუშაობა. თავიდან უნდა მოვიძიოთ პარტნიორები სხვადასხვა ბაზარზე. ან მეორე ვარიანტია ის პირბადეების თემა შეწყდება, პანდემია დასრულდება და შესაბამისად აღდგება ეს ურთიერთობა. ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ იყოს ძალიან სასაცილო ახლა ყველაფერთან ერთად ის რომ მოდის მეილი რომ იცით რა ჩვენ ვეღარ ვაკეთებთ ამ დეტალებს, იმიტომ რომ ვაკეთებთ შეექმნა საფრთხე პირდაპირ. კი ბატონო, კი უბრალოდ პოზიტიურად უყურებთ ამ ყველაფერს, ესეც იქნება კარგი გასახსენებელი. ანუ შეიძლება ვთქვათ რომ რაც პანდემია მძვინვარებს სოფლიოში, თქვენ იმპორტი არ დაგჭირვებიათ. უბრალოდ არ განგიხორციელებიათ. არა, ჩვენ ყოველთვის ან ლოჯისტიკა როგორ გაწყობილი, ანუ ზაფხულს ვიყენებთ იმისთვის, რომ ზამთრისთვის მოვიმარაგოთ და ქონდეს მარაგი. რეალურად შარშან იმ ხელა შესყიდვები განვახორციელეთ, რომ გათვლებიდან გამომდინარე უნდა ყოფნოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ვერ ვესწრებდით ამის აწყობას. აი ზუსტად ამ პირველი ტალღის გამო ის პერიოდი, როდესაც უნდა გამოგვეყენებინა აწყობაში, ცოტა შევიზღუდეთ, დისტანციის დაცვა, სხვადასხვა წესები და მაგალითად რაღაც გარკვეული რაოდენობა, როგორც გითხარით, ანუ გვეგონა უნდა გაგვეყიდა ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში, ამოიყიდა აგვისტო, სექტემბრის შუა რიცხვებში. ცოტათი დავაგვიანეთ აწყობა, ასე შემდეგ, მაგრამ მაინც თავი გავართვით. რა კატეგორიის მომხმარებელი არის ძირითადი შემსყიდველი ამ მოწყობილობის? ეს არის ფიზიკური პირები, კერძო სახლები, ბინები თუ კორპორატიული დამკვეთები? ძირითადად მაინც არის უფრო ბინები და კერძო სახლი და უფრო ფიზიკური პირები, ვიდრე ორგანიზაციები, იმიტომ რომ ორგანიზაციაში რაღაც გარკვეული პრობლემები არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა აღქმა და კომფორტი ამ სითბოსი და ცოტა უჭირთ ხოლმე, თუმცა ეგეთებიც ყავს რა თქმა უნდა და ძალიან კარგი შედეგი აქვს. ასე რომ ძირითადად მაინც უფრო ფიზიკური პირები, ბინები, დიდი ფართის ბინები, სადღაც 80 კვადრატიდან დაახლოებით და კერძო სახლები. თალდონთათა რამდენად ხშირია საგარანტიო, ასე ვთქვათ, მომსახურების დადგომის მომენტი? თუ ყოფილა ესეთ შემთხვევები და რა სტრითი იყო განპირობებული? არა, სიმართლე რომ გითხრათ, ესეთი მომენტი არ ყოფილა. არის უბრალოდ შემთხვევები, მაგალითად, როდესაც საცხოვრებელ ბინას იცვლიან და მაგ შემთხვევაში გვთხოვენ, რომ მემონტაჟე მივიდეს, მოხსნას და გადაიტანოს ახალ ლოკაციაზე. ან თქვათ, ხელახლა იძახებენ მემონტაჟეს, იმიტომ რომ Wi-Fi შეცვალეს და თვითონ მაინც ეშინიათ, რამე არ გააფუჭონ ამ გადაწყობისას. არის მომხმარებელი, რომელსაც უბრალოდ ონლაინ ვეხმარებით და საკმარისია. ადამიანები, რომელსაც ყავთ ასაკოვანი ოჯახის წევრები და ერთგვარად შეიძლება ეს ასაკოვანი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ცალკე და ჩვენ გვინდა დავუყენოთ მათ ეს მოწყობილობა. რამდენად ადვილია თვითონ აპლიკაცია სამართავად ასაკშანდაზმული ადამიანისთვის, რომ დავსვათ ეს კითხვა ალბათ აქტუალურია. იცით რა, მე თვითონ დავუყენა ჩემ მშობლებს, რომელსაც თავიდან არ უნდათ, მინდა გითხრათ, ვერ ხვდებოდნენ ამის საჭიროებას. მაგრამ გავუწერე განრეგი. ხელით გასვლა სიცივეში დატრიანება. კი ბატონო, ნუ ეს არა უშავს, სიახლეა. სიახლე, ყველა სიახლე მაინც რთულია. იცით რა, ესე ვურეკავდი, აი ეხლა ამ საღამოს კომფორტულია ეს ტემპერატურა, ნუ უნდა მიხვდე რა ტემპერატურა სიამოვნებს ადამიანს პირველად. და თავად არეგულირებენ ამას თუ თქვენ ურეგულირებთ? მე გავუკეთე განრიგი და ამ განრიგს მიყვება ავტომატიზირებულად, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ვთქვათ, უფრო ცივა და მაგ შემთხვევაში უკვე ამას მივახციე, რომ დავატრეინინგე და აპლიკაციაში უმატებენ ტემპერატურას ან აკლებს. კი ბატონო, ანუ აპლიკაცია როგორც ასეთი ადაპტირებულია იგივე ნებისმიერ ასაკის ადამიანისთვის. კი ბატონო, ძალიან მარტივია. და ესე იგი თვითონ ჩვენ ვთქვით, რომ აი შეიძლება გაზი გაითიშოს, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტი. და შემდეგ ჩაერთოს ეს, როგორც ხდება ახლა დღეებით შეიძლება გათიშონ. ამ შემთხვევაში დაცულები ვართ და არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, ხო? აი, არანაირი საფრთხე არ არის, ერთადერთი უბრალოდ თუ თვითონ გათბობის ქვაბს ჭირდება დარესეტება ან თავიდან ჩართვა. არის ესეთ ქვაბები. ამ შემთხვევაში მოწყობილობა ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს არის აი ზუსტად როცა ვხსნიდი, რომ ეს არის ქვაბის ტვინის ნაწილი და ამას არ ეხება თერმოსტატი.
ხოლო თუ გაზის ბუნებრივი აირის დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივად ჩაირთო გათბობა, მაგ შემთხვევაში მოწყობილობას ჩვეულებრივად აგრძელებს თქვენი განრიგის მიხედვით მუშაობას. კიდევ ერთი კითხვა მექნება, თქვენ აღნიშნეთ რომ ონლაინ ხდება გაყიდვები, თუ ემსახურებით თბილისის გარე პერიმეტრს ან იგივე სხვა ქალაქებს, ბათუმი, ქუთაისი, დიდ ქალაქებს, რამდენად რეგიონებს რამდენად ემსახურებით? კი ბატონო, ჩვეულებრივად ყველგან, ანუ ჯერტი ჩვენ თანამშრომლობთ საკმაოდ პოპულარულ გაზბობის მაღაზიებთან და მათ ქსელსაც ვიყენებთ, რა თქმა უნდა. ყველა ქალაქში იყიდება, უბრალოდ აი ეხლა როგორც გითხარით, მარაგის ამბავი არის, რომ მარაგი გვაქვს ცოტა მწირე. და ინსტალაციაც კი ბატონო არის როგორც ქუთაისში, ბაკურიანში, ან უფრო შორს თბილისიდან და ჩვეულებრივად უწევთ ამ მომსახურებას ბათუმშიც არის. ჩვენ ფასზე უკვე ვისაუბრეთ და ეს ფასი ყველგან ერთი და იგივეა თუ არის სხვადასხვა მაღაზიებში თავშოთ სხვადასხვა ფასად? არა, ჩვენ პირველივე დღიდან, როდესაც ვიწყებდით თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიებთან, გვინდოდა რომ ყველგან ერთი ფასი ყოფილიყო, რომ იცით რა არის არასწორია, რომ როდესაც სხვადასხვა ფასი არის სხვადასხვა მაღაზიაში, ანუ შესაბამისად არათანაბარი კონკურენცია, ასე ვთქვათ და ყველგან ერთი ფასია, როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ყველა მაღაზიაში. და მიუხედავად კურსის ცვლილებისა, თქვენმა კომპანიამ ჯერჯერობით მე ეთერს გარეთ გავიგე ეს, რომ შეძლო ფასის შენარჩუნება, თუმცა ალბათ არის რაღაც გათვლები, როგორი იქნება მომავალი საფასო მიდგომა, ესე ვთქვათ, თქვენი მხრიდან. როგორც გითხარით, 2017 წელს დავიწყეთ გაყიდვა და იყო 359 ლარი პირველივე დღიდან. ფასი არ შეცვლილა პირველი დღიდან. არ შეცვლილა, უბრალოდ ქონდა მაშინ იმის საშუალება, რომ გავკეთებინა გარკვეული ფასდაკლებები, თქვათ, იქ საახალწლო და ასე შემდეგ. წელს ეს ვერ ვქენით, იმიტომ რომ დოლარის კურსი საერთოდ სხვა არის ვიდრე 2017 წელს. და ალბათ ცუდი ის არის, რომ მომავალ წელს მოგვიწევს ფასის შეცვლა. ეს ზუსტად რამდენი იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ გსურს რომ გავაუმჯობესოთ ეს მოწყობილობა და შესაბამისად ფასი შეიცვლება, იმიტომ რომ არარეალურია და ბიზნესი ვერ იცხოვრებს. ანუ აქამდე მოვიტანეთ ეს ფასი, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამისთვის. მომავალ წელს ალბათ იქნება უფრო გაზრდილი ფასი, მაგრამ აი როგორც გითხარით, ანუ ეს არ არის გათვლილი, ანუ საშუალო ფენაზე არის და საშუალოზე მაღალ ფენაზე გათვლილი. ანუ ვისაც აქვს, თქვათ, 70 კვადრატზე მეტი ბინა, ვისაც ხო, პატარა ბინაზე არ არის გათვლილი, როგორც ჩანს, კი ბატონო. კი, იქაც იქნება, რა თქმა უნდა, შედეგი, მაგრამ არა ის, მაგალითად, რასაც 150 კვადრატულ ბინას რამდენს ხარჯავს ყოველთვე, ხო? ან კერძო სახლი. ან კერძო სახლი, ხო, რა თქმა უნდა, უფრო თვალსაჩინო განსხვავება არის დიდი ფართისთვის. მე როგორც ეკონომისტი ასე მარტივად განუმარტავდი სენელზე, მეც ასე გავიგე, რომ რაც უფრო დიდი ფართია და დიდი გვაქვს დღეს ჩვენ ხარჯი გაზის ამ შემთხვევაში, მით უფრო სწრაფად მოხდება, ვთქვათ, ამოღება იმ თანხისა, რომლის ინვესტირებაც მოხდება ამ მოწყობილობაში. ეს არის 350 ლარამდე, რომელიც შესაძლებელია ჩვენ ფაქტიურად ერთ ან მაქსიმუმ ორ სეზონზე პატარა ფართის შემთხვევაში, მცირე ზომის ფართის შემთხვევაში ჩვენ ამოვიღოთ, რაც სავსებით გამართლებულია და შემდეგი წლები უკვე, ესე ვთქვათ, დავპლიუსდეთ და არა მხოლოდ ეს, აქ მეორე მომენტი არ უნდა გამომრჩეს, ეს არის კომფორტული ტემპერატურა, რაც კლიმატ კონტროლს გულისხმობს ფაქტიურად ზამთრის პერიოდში. რეკლამაზე გავდივართ და მალე დაგებრუნდებით. თათა კოზმავა დღეს ჩემი სტუმარი, მოსტატის დამფუძნებელი და მარკეტინგის ხელმძღვანელი. ჩვენ საომავლო გეგმებზე უნდა ვისაუბროთ რამდენიმე წუთში. რეკლამა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი გთავაზობთ ბიზნეს იპოთეკურ სესხს 100,000 ლარამდე 10 წლიანი საკრედიტო ხაზით და უდასტურებელი შემოსავლებით. დაგვიკავშირდით 2 373 375. საუკეთესო სპორტი საქართველოში კრისტალბეტისგან. ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით და მრავალფეროვანი პოზიციებით. გამოცადე უსწრაფესი და სხვებზე მოქნილი მობილური ვერსია და თვალიადევნე უწყვეტ ლაივ სტრიმებს მხოლოდ ჩვენთან და არსად სხვაგან. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. რადიო ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 2 38 18 90. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი.
რა გებრუნდით პირდაპირ ეთერში, ახლა გათამაშების დროა, ტრადიციული გათამაშების ყურადღებით ვთხოვ მსმენელს, რომელსაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ამ გათამაშებაში, ამ გადაცემაში ზოგადად, იმიტომ რომ ყველა მსმენელს უნდა მივცეთ საშუალება მონაწილეობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი თქვენ უკვე მიგიღიათ მეგობრებო მონაწილეობა, სამწუხაროდ გამარჯვებად ვერ ჩაგითვლით. ამიტომ გთხოვთ ვაცალოთ და დაუთმოთ ეთერი ადამიანებს, რომლებსაც არასდროს მოუგიათ ჩვენთან, თუმცა ახლა ეცდებიან ძალიან მარტივი კითხვიდან გამომდინარე მონაწილეობის მიღებას და ზარი ჯერჯერობით არ მიიღება კითხვის დასმის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ. ტელეფონის ნომერს წინასწარ გეტყვით 2381890, ქალაქის ფიქსირებული ნომერია 2381890. ამ ნომერზე მირეკავთ კითხვის დასმის შემდეგ. კითხვა: რა ეწოდება კასპერსკის პროგრამას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მცირე ბიზნესისთვის და გთავაზობთ თქვენი თანამშრომლების კომპიუტერების, მობილური მოწყობილობების და ფაილების სერვერების დაცვას. აი ესეთი ცალკე მიმართულება აქვს კასპერსკის, ესე იგი თქვენი თანამშრომლების კომპიუტერების, მობილური მოწყობილობების და ფაილების სერვერების დაცვას. რა ეწოდება? პირველი სავარაუდო პასუხი Kaspersky Small Office Security, მეორე Kaspersky Secure Connection და მესამე Kaspersky Safe Kits. რომელია სწორი პასუხი? სწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ მოიგებთ რადიოსთან პირდაპირ კავშირში მყოფ ყურსასმენს, რომელიც ჩემთვის მე თუ მკითხავ ადამიანი ძალიან ძვირფასი პრიზია, იმიტომ რომ ხარისხიანი მუსიკა ყოველთვის ფასობს. არასწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ აი ამ ფლეშ ბარათს, რომელიც გამოგადგება თქვენი ბიზნესის ინფორმაციის ატარებლად, თუმცა ამასაც სჭირდება დაცულობა და Kaspersky უნდა შეამოწმოთ. კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას. რა ეწოდება პროგრამას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მცირე ბიზნესისთვის და გთავაზობთ თქვენი თანამშრომლისთვის კომპიუტერების, მობილური მოწყობილობების და ფაილების სერვერების დაცვას? Kaspersky Small Office Security, Kaspersky Secure Connection თუ Kaspersky Safe Kits. ზარი შემოდის სტუდიაში, გამარჯობა. გამარჯობა. სამწუხაროდ არასრულწლოვანს ვერ მივაღებინებთ მონაწილეობას და გთხოვთ მშობელმა გადმოგვირეკოს ამ შემთხვევაში. გამარჯობა. გესმით ჩემი ხმა? სვენელო? ალო. გესმით ჩემი ხმა? დიახ. ვინ გვირეკავს? როგორ? თქვენი სახელი? გოგა. გოგა, პირველად გვირეკავთ? დიახ. ძალიან კარგი. გააქვთ სწორი პასუხი? კი ბატონო. აბა გითხარით. Internet security არის სწორი პასუხი. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ მცირე ბიზნესის დამცავ პროგრამას, თანამშრომლობის დამცავ პროგრამას ჰქვია Kaspersky Secure Connection? დიახ. თუ Kaspersky Small Office Security, თუ Safe Kits? არა. პირველი არ არის ინტერნეტ პასუხი, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით რომ არ ავირიოთ. რა ეწოდება Kaspersky-ის პროგრამას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მცირე ბიზნესისთვის, გთავაზობთ თქვენი თანამშრომლების კომპიუტერების, მობილური მოწყობილობის და ფაილების სერვერების დაცვას? პირველი პასუხი Kaspersky Small Office Security, მეორე Kaspersky Secure Connection და მესამე Secure Connection კი ბატონო. კი ბატონო, Secure Connection სამწუხაროდ არ არის სწორი პასუხი, თუმცა თქვენ პრიზის გარეშე არ დარჩით, ფლეშ ბარათი თქვენია, არ გათიშოთ ყურმილი, იმიტომ რომ ეთერს გარეთ გაგესაუბრებით, სად და როგორ მიიღოთ თქვენი კუთვნილი ფლეშ ბარათი. პირველი პასუხი გახდათ სწორი, ეს არის Kaspersky Small Office Security. თავად ეტყობა, ინგლისური სწოდნა აუცილებელია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სწორედ მცირე ბიზნესის კავშირზე არის საუბარი. ჩვენ კი მეგობრებო ვაგრძელებთ საუბარს, გავაგრძელებთ რამდენიმე წუთში საუბარს ჩვენს ძვირფას სტუმართან, ეს მომავალი თაობის ბიზნესია. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია Kaspersky. Kaspersky. გააქტიური მომავალი. მე კი დაუბრუნდები ჩვენ სტუმარს, ქალბატონი თათა კოზმავა, დამფუძნებელი და მარკეტინგის ხელმძღვანელი Mostatisa, ეს არის ბრენდი, რომელიც გახავთ ჭკვიანი მოწყობილობა გათბობის მართვისთვის და კომპანია Alien Green-ი, მისი მწარმოებელი. ქალბატონ თათა, მე მესმის რომ ახლა საკმაოდ რთულია საუბარი საომალო გეგმებზე, რაღაც ისეთ ავარიულ რეჟიმში ვარ, თუმცა მაინც ეს ვაქცინა გამოჩნდა, რაღაც აცრები დაიწყო, პოზიტიური ძვრები გვაქვს. თქვენ როგორც დამფუძნებელს ისე გითხავთ ამ შემთხვევაში, რომელმაც საკმაოდ
რთული გზა გაიარა ნულიდან ამ დრომდე, აი ამ მზა, ესე ვთქვათ, პროდუქტამდე. როგორ გესახება თქვენი კომპანიის მომავალი? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მოსტატი უახლოეს 2, 3, 4 წელიწადში, მით უმეტეს ამ პანდემიის გადალახვის შემდეგ? იცით რა არის ჩვენი მიზანი არის რომ შევქმნათ სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს. ესეთ smart home-ის პრინციპით. კი ბატონო, ზუსტად, უბრალოდ იცით არის ერთ-ერთი ზუსტად აი თავში როგორც ვისაუბრეთ, ანუ კვლევის თანახმად smart home ზუსტად მოწყობილობები საკმაოდ კომპლექსური იყო საქართველოს ბაზარზე მაგ დროს და ღირდა ძალიან ძვირი, ანუ იყო სეგმენტი, ხელმისაწვდომი არ იყო ადამიანისთვის, მაგალითად სრული კომპლექტი უნდა შეეძინა მომხმარებელს ჭკვიანი სახლის მოწყობილობების, რომელიც გულისხმობდა ნატურას, ჭკვიანს, იქ ფარდები, ასე შემდეგ, ყველაფერი, გართობას, მუსიკას, გაგრილებას, წავის მოდუღებას. ყველაფერი, კი, ძალიან კარგია ეს, არ არის ცუდი, მაგრამ ხელმისაწვდომი იყო ძალიან მცირე სეგმენტისთვის. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და მომხმარებელმა თვითონ არჩიოს რის სიმართვა სურს. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის მადუღარა საინტერესოა, ვიღაცისთვის თავარი არის თქო ზუსტად იგივე გათბობის მართვა რომ ეკონომია მიიღოს. ანუ გარდა ეკონომიისა ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი კომფორტი, ორივეს შევთავაზოთ მომხმარებელს, ამიტომ გეგმავთ რომ სამომავლოდ დავამატოთ სხვადასხვა ეს ჭკვიანი მოწყობილობები და ნელ-ნელა გავზარდოთ პროდუქტების რაოდენობა. თქვენ აღნიშნეთ რომ გრანტის მოგებისას მნიშვნელოვანი არის ის დეტალიც თუ რამდენად შეიძლება პროდუქტის გატანა საზღვარგარეთ. რამდენად რეალურია თქვენი მოსტატის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და რამდენად უძლებს მისი ფასი კონკურენტების ფასს? ხარისხით მე აბსოლუტურად გულახდილად ვიტყვი რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის არის. აი დანარჩენზე თქვენ რომ მითხრით. კი ბატონო, კი, ეს არის გეგმაში, რა თქმა უნდა, რამოდენიმე ქვეყანას განვიხილავთ, ამიტომაც ვმუშაობთ იმაზე, რომ დამატებთ კიდევ, ანუ ამ ეტაპზე აპლიკაცია არის ქართულად და ინგლისურად. სურს რომ დავამატოთ სხვა ენაც, რუსული. იმიტომ რომ ჩვენს ახლოს მყოფი ქვეყნებისთვის რუსულიც ერთ-ერთი სალაპარაკო ენა არის. ანუ მეზობელი აზერბაიჯანი, სომხეთი, კი ბატონო. შესაბამისად, ანუ ენა დაემატება და უკვე უნდა გადავიდეთ, ახლა წელს რაც უნდა გაგვეკეთებინა იყო ის, რომ იქაური ბაზარი უნდა შეგვესწავლა, იქაური პოტენციური პარტნიორები, როგორც ახლა საქართველოში თანამშრომლობ სხვადასხვა გათბობის მაღაზიებთან. იქ უნდა მოგვეძია ეს ქსელი, სადაც შევძლებდით ამ პროდუქტის გაყიდვას. ეს ყველაფერი ძალაში რჩება, რა თქმა უნდა, როგორც ის, რომ დაემატება პროდუქტები და შემდეგ წელს იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ინვესტორსაც, რომელიც ამ კარგი იდეების განხორციელებაში მოგვეხმარება. არ არის ესე, რომ აი პანდემია მხოლოდ ცუდი მოიტანა, ნამდვილად არა. ბევრი რაღაცისთვის დრო გამოჩნდა, იცით? თუნდაც ის, რომ არასწორი ნაბიჯი არ მიიღო ნაჩქარევად. ეს დრო ხანდახან ძალიან გვიჭირს, რომ გამოვძებნოთ. ამ პანდემიამ ეს შექმნა, თუნდაც ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში ბევრ ამას სწავლოთ. მაგათ მე პოზიტიურად ვუყურებ მაინც. იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს სხვა ქვეყნის ბაზარზეც შევძლებთ, რომ გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი. ინვესტორზე მინდა გკითხოთ ორი სიტყვით, სანამ დაგემშვიდობებოდით. ჩვენ ინვესტორს ვეძებთ, ანუ მოსტატი ეძებს ინვესტორს მხოლოდ უცხოელს თუ შესაძლებელია ქართველიც იყოს, ანუ აქვს მნიშვნელობა ინვესტორის წარმომავლობას. არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარი არის, რომ ალბათ ემთხვეოდეს ჩვენი ხედვები და ამ ადამიანის ხედვები თვითონ კომპანიის ან პროდუქტის მიმართ, ანუ თანხმედრაში იყოს. ის მომავალი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არ შეიცვალოს რაღაც გლობალურად და ზუსტად ეს ჩანაფიქრი რაც იყო, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ეს ჭკვიანი მოწყობილობები ფუნდამენტურად არ უნდა შეიცვალოს. დანარჩენი ალბათ ყველაფერი მოლაპარაკებადია. ასე რომ ესე მნიშვნელობა არ აქვს. იყო საუბარი როგორც უცხოურ ინვესტორთან, ასევე საქართველოში, ანუ ქართულ ინვესტორებთანაც, თუმცა, ну, ალბათ ეს ყველაფერი განახლდება მომავალ წელს. მე დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ინოვაციური პროდუქტთან გვაქვს საქმე და პროდუქტთან, რომელიც უკვე მზად არის და სახეზეა და არის ხარისხიანი და დიდი შრომა არის ჩადებული და ცოდნაც და დროც, რა თქმა უნდა. მადლობა სტუმრობისთვის, ხალბატონ თათა. ძალიან გაგვახარეთ, ძალიან საინტერესო ექსკურსი ჩაგვიტარეთ ამ მოწყობილობებთან დაკავშირებით და იმედს დავიტოვებ, რომ თქვენი კომპანია უფრო და უფრო მოძლიერებული, კიდევ უფრო პოპულარული, კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება უახლოეს მომავალში და
ჩვენც არაერთხელ შევხვდებით თქვენს განვითარებაზე სასაუბროდ. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და გისურვებ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა თქვენც ასევე. ყველას გისურვებ ჯანმრთელობას მეგობრებო, ჩვენ ხუთ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, მომავალი თაობის ბიზნესში და ასევე დავაანონსებ, რომ ორშაბათიდან 21 დეკემბრიდან ჩვენი ეთერი განახლდება საახალწლოდ და ჩვენი ძვირფას წამყვანები დაგიბრუნდებიან თითქმის სრული შემადგენლობით, ასე რომ ყურადღებით იყავით, არ გამოგრჩეთ 12 საათი 21 დეკემბერი. მომავალ შეხვედრამდე ხუთ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს ამ კვირის, რა თქმა უნდა, 17-ში საინტერესო ბიზნესზე სასაუბროთ. მადლობა ყურადღებისთვის, ეთერს ბეგი უძღვებოდა. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენებურზე კასპერსკი გააქტიურე მომავალი